Automobile. როგორც კი ამ ქვეყნად ადამიანი გაჩნდა 7021 წლის წინ, მან სიარული დაიწყო. შემდეგ უფრო სწრაფად გადაადგილების მიზნით სირბილი. თუმცა მალე დაიღალა და ცხენზე გადაჯდა. ცხენის მოვლა მალე მობეზრდა და მანქანა გამოიგონა. სიტყვა მანქანა იგივე მაშინა ბერძნული მახინადანაა და დიდ ხმაურიან რამეს ნიშნავს. ეს დასახელება ამ მოწყობილობას ნამდვილად შეესაბამებოდა. ვინაიდან იგი სინამდვილეში ბორბლებიან ჭაჭის სახდელ ქვაბს წარმოადგენდა. მას შეშით ცეცხლს უმთებდნენ, წყალს ადუღებდნენ და წარმოქმნილი ორთქლით გუშს გადაადგილებდნენ, რაც თავის მხრივ ბორბლებს აბრუნებდა და მანქანაც რახრახითა და ოხრახნესშით მიგორავდა. ეს კვამლიან ორთქლიანი მხნეშავი საშინელება ძალიან ნელა 3 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა და გაძნელებული მართვის გარდა ხშირად ფეთქდებოდა კიდევაც. მას მუხრუ ჭიტკი არ ჰქონდა. გონიერი ლამაზი სწრაფი და ერთგული ცხენის შემდეგ ეს უდავოდ უკან გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. მაგრამ წინგაგორება კი ნამდვილად იყო. იმდროინდელმა ეკოლოგებმა არ დააყოვნეს და პროტესტის ნიშნად უხმაურო მსუბუქი და ეკოლოგიური ველოსიპედი გამოიგონეს. 30 კმ/სთ 1817 წელი, გერმანია. მაგრამ ადამიანი ხომ მოუსვენარი ვინმეა და როგორც ჩანს გერმანელები განსაკუთრებით. ამიტომაც ორმა პატივცემულმა გერმანელმა, გოტლიბ დაიმლერმა და კარლ ბენცმა 1888 წელს ბენზინის შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი შექმნეს. ეს იყო 100 კილოგრამი წონის, ერთი ცხენის ძალის, 0.9 ლიტრიანი ბენზინის შიდაწვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი, საშუალო სიჩქარით 16 კმ/სთ. 1900 წელი, ამერიკა. იგი ევროპას არასდროს ჩამორჩებოდა და ამ დროისათვის ნიუ-იორკში 70,000 ელექტრომობილი ტაქსი დადიოდა. სხვათა შორის პირველი ოფიციალური ავტოავარიაც ამ ქალაქში და ამ დროს დაფიქსირდა. ეს იყო ელექტრომობილისა და ველოსიპედის შეჯახება. სამწუხაროდ ელექტრომობილების ეპოქამ დიდხანს ვერ გასტანა. 1913 წელს ჰენრი ფორდის მიერ საავტომობილო წარმოებაში კონვეირის დანერგვამ იმდენად გააიაფა ავტომობილის თვითღირებულება, რომ მისი ფასი საშუალოდ 350 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. სხვა მწარმოებლების მანქანები დაახლოებით 1500 დოლარი ღირდა. მაშინ ამერიკელის საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 100 დოლარი იყო. ამიტომაც ფორდის შიდაწვის ძრავიანი მოდელ T 1917 წლისთვის 9 მილიონზე მეტი რაოდენობით გაიყიდა და ძვირი ელექტრომობილი დიდი ხნით განდევნა კიდეც ბაზრიდან. ევროპაში კი ავტოკონსტრუქტორი ფერდინანდ პორშე 1900 წლისთვის პირველ ჰიბრიდულ ავტომობილს ქმნის, მაგრამ არაეფექტური აკუმულატორების გამო პროექტი მალე იხურება და კაცობრიობა მასიურად იწყებს შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებას. სხვათა შორის ეს ის ბატონი პორშეა, რომელმაც ჰიტლერს სახალხო ავტომობილი Volkswagen ხოჭო შეუქმნა. ამ ავტომობილმა ყველა რეკორდი მოხსნა. იგი 1938 წლიდან 2003 წლამდე გამოდიოდა და 20 მილიონზე მეტი ცალი დაამზადეს. დღეისათვის მსოფლიოში 9 მილიარდამდე ავტომობილი დადის. ყოველწლიურად 40 მილიონამდე ეგზემპლარს ამზადებენ და ამათგან 99% შიდაწვის ძრავიანია. ისინი ყოველდღიურად ათასობით ტონა საწვავში თანდგავენ და ასობით ტონა მომწამლავ ნივთიერებას აფრქვევენ გარემოში. კაცობრიობის გონიერმა ნაწილმა გადაწყვიტა ამ კატასტროფას ხელი შეუშალოს და შექმნა კიდევაც ავტომობილი, რომელიც ჯერმთვლად ეკოლოგიური არ არის, მაგრამ ჰიბრიდული კი ნამდვილადაა. ჰიბრიდულია იმიტომ, რომ შიდაწვის ძრავისა და ელექტრომოტორის ნაზავ ბენზოელექტრომობილს წარმოადგენს. იაპონური Toyota's Prius's მაგალითზე განვიხილოთ ჰიბრიდული ავტომობილის მუშაობის პრინციპი და მისი მოწყობილობა. მაშასე, იაპონია, Toyota Prius
წარმოების დასაწყისი 1997 წელი. დღემდე გამოშვებულია 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. ბენზინის ძრავის მოცულობა 1.5 ლიტრი, ელექტრომოტორის სიმძლავრე 40 კილოვატი, ჯამურის სიმძლავრე 90 ცხენის ძალა, საშუალო ბენზინის ხარჯი 100 კილომეტრზე 3.6-4.6 ლიტრი, საშუალო ფასი 25,000 ამერიკული დოლარი. ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი საწვავის მცირე ხარჯია. ვნახოთ, რის ხარჯზე ახერხებს ჰიბრიდული ავტომობილი ამ ეკონომიას. ამისათვის ერთმანეთს შევადაროთ ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავიანი და ჰიბრიდული ავტომობილები. დაგვჭირდება შიდაწვის ძრავი, ელექტრომოტორი, საწვავი და აკუმულატორი. ჩვეულებრივი ავტომობილის შიდაწვის ძრავი ყველა რეჟიმში მუშაობს და საწვავს ხარჯავს. ჰიბრიდული ავტომობილი სხვადასხვა რეჟიმში ოპტიმალურად იყენებს საწვავის და აკუმულატორის ენერგიის ხარჯვის კომბინაციებს. კერძოდ, დაძვრის მომენტში გამოიყენებს აკუმულატორის ელექტროენერგიას. სრული სვლისას მოიხმარს ორივე წყაროს. დამუხრუჭებისას ავტომობილი ინერციით განაგრძობს მოძრაობას, რა დროსაც ორივე ძრავი ითიშება. ელექტრომოტორი კი გადაირთვება გენერატორის რეჟიმში და თვლების ბრუნვის გამო თავადაც სტრიალებს, რის გამოც როგორც ელექტროგენერატორი ელექტრობას გამოიმუშავებს და საკუთარ აკუმულატორს დამუხტავს. ხანმოკლე დგომის მომენტში შიდაწვის ძრავიანი ავტომობილის ძრავი განაგრძობს მუშაობას და ბენზინს ხარჯავს. ჰიბრიდული კი ორივე ძრავს თიშავს და ენერგიას არ ხარჯავს. ასეთი რეჟიმი ქალაქის პირობებში მოძრაობისას განსაკუთრებით ეკონომიურია. განმეორებით დაძვრისას ჰიბრიდული ავტომობილის გამორთული ელექტრომოტორი დენის მიწოდებისთანავე ჩაირთვება და სწრაფად დაძრავს ავტომობილს. შიდაწვის ძრავს კი დასაქოქად 2-3 წამი და საკმაო ბენზინი სჭირდება. ხანდახან უფრო მეტიც კი ვიდრე დაქოქილ ძრავს ხანმოკლე დგომის დროს. ამასთანავე მისი აკუმულატორი ასეთ ხშირ სტარტერის რეჟიმს დიდხანს ვერ გაუძლებს. როდესაც ჰიბრიდი სიჩქარეს კრებს ან აღმართში ადის, ორივე ძრავი მუშაობს და საკმარისი სიმძლავრეც გამომუშავდება. საკმარისია გზის სწორ მონაკვეთზე სისტემამ დააფიქსიროს, რომ ნაკლები წინაღობა ექმნება, მუშაობს მხოლოდ შიდაწვის მცირე სიმძლავრის ძრავი, ხოლო ელექტრომოტორი ისევ გენერატორის რეჟიმში გადადის და კვლავ განაგრძობს აკუმულატორის დამუხტვას. როდესაც ავტომობილი თავდაღმართში მოძრაობს, მისი ბენზინის ძრავი სრულიად ითიშება. ელექტროს კი დაგორებული ავტომობილის თვლები ატრიალებენ და ისევ აკუმულატორის დამუხტვა ხდება. ამგვარად ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 5 რეჟიმი გამოიკვეთა. დროებითი დგომა. ორივე სისტემა გამორთულია. დაძვრა. მუშაობს ელექტრომოტორი, ძრავი გათიშულია. გზის სწორ მონაკვეთზე სვლა. ძრავი მუშაობს, ელექტრომოტორი, გენერატორი მუხტავს აკუმულატორს. აღმართში ასვლა ან სიჩქარის აკრეფა. ორივე სისტემა მუშაობს სინქრონულად. დამუხრუჭება ან თავდაღმართში გორვა. ძრავი გათიშულია. ელექტრომოტორი, გენერატორი მუხტავს აკუმულატორს. შიდაწვის ძრავიან ავტომობილში კი ძრავი მუდმივად მუშაობს და საწვავიც გამუდმებით იხარჯება. ახლა კი განვიხილოთ ჰიბრიდული ავტომობილის სისტემის ურთიერთქმედება. როგორც აღვნიშნეთ, ავტომობილს გააჩნია როგორც შიდაწვის ძრავი, ასევე ელექტრომოტორი. მათ ურთიერთქმედებას და წამყვან თვლებზე მაბრუნებელი მომენტის შექმნას უზრუნველყოფს სიმძლავრეების გადანაწილების მოდული. იგი ათანხმებს ძრავისა და ელექტრომოტორის ბრუნთა რიცხვს და ჯამურ სიმძლავრეს წამყვან თვლებზე გადასცემს. იგივე მექანიზმი მუშაობს როგორც სიჩქარეების გადართვის კოლოფი. ამავდროულად ახდენს წამყვანი ღერძის ძრავის ღერძისგან განთავისუფლებას და მხოლოდ ელექტრომოტორით თვლების ბრუნვას. ასევე მოვიხსენიეთ აკუმულატორი, რომელიც გენერატორიდან იმუხტება. ეს გენერატორი იგივე ელექტროძრავია, რომელიც გარკვეულ მომენტში ელექტროენერგიის გამომუშავებას იწყებს და აკუმულატორიც იმუხტება. რაც შეეხება შიდაწვის ძრავს, იგი ხშირად ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავია, ყველა მისთვის დამახასიათებელი დეტალებით და მექანიზმებით. ოღონდ გაცილებით ნაკლები სიმძლავრის, ვიდრე ამ წონის ავტომობილს შეესაბამება.
როგორც დარწმუნდით, ჰიბრიდული ავტომობილი საკმაოდ გონივრულადაა მოწყობილი და შესაბამისად ეკონომიურ-ეკოლოგიურიცაა. რადგან ნაკლები საწვავი იხარჯება, გამონაბოლქვით შესაბამისად ნაკლებია. თუმცა არსებობს ავტომობილების ძრავების სხვა სისტემებიც, მაგალითად წყალბადის ძრავიანი, სრულად ელექტრომობილი, მზის ენერგიაზე მომუშავე და ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში მყოფი უცნობი მექანიზმები. რაც მნიშვნელოვანია, საავტომობილო მრეწველობა თანდათან ეგუება იმ აზრს, რომ ბუნებრივი საწვავი მალე აღარ იქნება და დროა რაიმე სხვა მოიფიქროს. ასეთი მომავლისთვის კაცობრიობამ ბევრი გააკეთა, მაგრამ შეიძლება ბევრიც გააფუჭოს. არჩევანი მომავალი თაობების კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული.